სახურავის ხის სწორად შერჩევა უბრალოდ რაც იაფია არ არის. სწორედ ეს განსაზღვრავს კონსტრუქციის სიმტკიცეს, გამძლეობას და მთლიანად სახლის უსაფრთხოებას. პირველი, რასაც უნდა უყუროთ, არის ხის ჯიში. სანივნივე სისტემაში ყველაზე ხშირად იყენებენ წიწვოვან ხეს, ფიჭვს და ნაცვლს. ფიჭვი ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. აქვს კარგი სიმტკიცე, ადვილად მუშავდება და ფასიც ხელმისაწვდომია. ნაძვი ოდნავ უფრო მსუბუქია, მაგრამ ტენიანობის მიმართ ნაკლებად გამძლეა. ამიტომ საჭიროებს უკეთეს დაცვას. მეორე არის ტენიანობა, ანუ ხის ტენიანობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია. იდეალურია 12-18% ტენიანობა ხეზე. თუ გამოიყენებ ნედლ ხეს 25-40% ტენით, ის უკვე კონსტრუქციაში გაშრობას დაიწყებს. შეიძლება დეფორმაცია და ბზარები. ამიტომ უმჯობესია კამერული გამშრალი მასალა ან წინასწარ სწორად გამოშრობა. მესამე არის ხარისხი და აქ უნდა მივაქციოთ ყურადღება რამოდენიმე მომენტს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის კვანძების რაოდენობა, რაც ნაკლებია, მით უკეთესი. ბზარების არარსებობა. ასევე მნიშვნელოვანია ლურჯ ლაქებსა და სოკოს არარსებობა. სწორ გეომეტრიას, რაც გაგვიადვილებს ამ ხის კონსტრუქციის აწყობას. კვანძები სუსტ ადგილებს წარმოადგენს და ბევრი კვანძის შემთხვევაში ხის სიმტკიცე მცირდება. მეოთხე არის თვითონ ხის დამუშავება. ნებისმიერი ხე დაცვას საჭიროებს. პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ანტისეპტიკი, ეს არის სოკოსა და მწერების წინააღმდეგ. მეორე არის ანტიპირენი, ეს არის ცეცხლგამძლეობის ნივთიერება. უმჯობესია ეს ყველაფერი გაკეთდეს მონტაჟამდე. მეხუთე, ზომები და გამოთვლა. ანუ სანივნივე სექცია დამოკიდებულია გადახურვის სიგრძეზე, დატვირთვებზე, გადახურვის ტიპზე, ანუ აქ საჭიროა ზუსტი გათვლა. ასევე მნიშვნელოვანია შენახვა ობიექტზე. კარგი მასალად შეიძლება გაფუჭდეს თუ არასწორად ინახავთ. არ დაალაგოთ პირდაპირ მიწაზე, დააფარეთ წვიმისგან, უზრუნველყავით ვენტილაცია.